შობას გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. 2026 წელი ყოფილიყოს ღვავის, ბარაქის, წინსვლის, წარმატების, ჯანმრთელობის პირველ რიგში ბედნიერების და ყოველივე საუკეთესოს მომტანი წელი და რა ვიცი, მოკლედ უფალმა მოგცა თავისუფლება და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ წარმართავთ ჩვენს ცხოვრებას და ღმერთს ვთხოვ, რომ ნაკლები ბოროტება ყოფილიყოს, ნაკლები შური, ბოღმა ჩვენს ქვეყანაში, ნაკლები ცუდი და ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა, გვერდში დგომა, დაფასება გვესწავლოს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ყველას. არ ვიცი. მოკლედ დღეს სამსახურს მოვჭით 11 საათზე, წავედი სამების ტაძარში, სუსტად 12 საათზე სამებაში ვიყავი. 1 საათი გავჩერდი ტაძარში, ვილოცე, სანთელი დავანთე და წამოვედი. მეტრო დღეს შობის ღამეს 3 საათამდე მუშაობდა, თან ვარკეთილის მეტროც მუშაობდა, ჩამოვედი მეტროთი ვარკეთილში და შემდეგ ვარკეთილის მეტროდან წამოვედი ფეხით სახლისკენ და 3 ტაძარი მოვიარე. ერთი სამების ტაძარი, მეორე ტაძარი გზაში შევედი, ბეჯვარი გადავიწერე და მესამე ტაძარი აქვე არის, მაღლობზე დგას მთაზე, კიბეები არის ასასვლელი და სხვათა შორის აქამდე სულ მინდოდა მაგ ტაძარში ასვლა, მონახულება, სანთლის დანთება, ლოცვა, მაგრამ რატომღაც არასოდეს არ გამოვნახე დრო მაგისთვის, რომ მან დავსულიყავი და დღეს ჩემი მესამე ტაძარი იყო ეგ, სადაც ავედი და სასწაული იყო მართლაც. ყველაზე დიდხანს მაგ ტაძარში გავჩერდი, ლოცვები მოვისმინე, სანთელი დავანთე, ვილოცე და წამოვედი, უკვე დასრულდა ღამისთევა და წამოვედი სახლში. სასწაული იყო მართლაც, გიждები უბრალოდ სააღდგომო, შობის, ღამისთევებზე ყოველთვის დავდივარ, ყოველ წელს, მაგრამ წელს პირველი არა. შობას მე მგონი სამებაში შევხედრილ ვარ ერთხელ. შარშან. აღდგომას სამების ტაძარში შევხვდი და საოცარი იყო, სასწაული იყო, მაგრამ შობის ღამეს არ მახსოვს სამების ტაძარში შევხვდი თუ სოფელში ვიყავი. მეორე წელი იყო ჩემი, როცა თბილისში შევხვდი შობას. და თითქოს ხო როგორი რაღაცა იცით, ბავშვობაში რაღაც სასწაულია ჩვენთვის, ახალი წელი, მაშინ როცა პატარები ვართ და როცა უკვე ზედმეტად უბრალო ხდება ახალი წელი ჩვენთვის, მაშინ ვხვდებით, რომ გავიზარდეთ, მაგრამ მაინც ახალი წელი რატომღაც ჯადოსნურობის დღესასწაულია, ესე ვთქვათ, რაღაცა მოტივაციას რო გიღვიძებს და ახლის იმედი, ახლის რწმენა რო გაქვს და მაინც სასწაულია რა ახალი წელი, გიждები ზამთარზე, ახალ წელზე, საოცრებაა. და ყველას გისურვებთ, რომ თქვენი ოცნებებისთვის და მიზნებისთვის მიგეღწიოთ 2026 წელს, თუ რამეს 2025 წელს ვერ მიაღწიეთ, ან ცადეთ და არ გამოვიდა, ან უბრალოდ შეგეშინდათ ცდა, ან რაღაცამ ხელი შეგიშალათ, გისურვებთ, რომ 2026 წელს ყველაფერი გეცადოთ და ყველაფერი გამოგსვლოდეთ. ერთ ესეთ რჩევას მოგცემდით, ამავდროულად საკუთარ თავსაც მაგას ურჩევდი, რომ
ნუ რასოდეს ნუ შეგეშინდება, ესე ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმის ახლის რაღაცა სიახლის გაკეთების ნუ შეგეშინდებათ ნუ რასოდეს. თავარია ცადოთ, როცა იგრძნობთ, რომ საუკეთესო დროა რაღაც საქმის დასაწყებად, აუცილებლად დაიწყეთ. აუცილებლად. თუნდაც კრახი განიცადოთ და თუნდაც არ გამოგივიდეთ, აუცილებლად სცადეთ, იმიტომ რომ შეცდომებზე ვსწავლობთ და რაღაცა გამოცდილებას მაინც მოგცემს ეს შეცდომა, თუ არ გამოგვივა და თუ არ ვცდით, მოვა დრო, რომ ვიტყვით, რომ ნეტა ეხლა იმას აქში ვიყო და ნეტა როცა იმას აქში ვიყავი, მაშინ გამეკეთებინა რაღაცეები, რაზეც უარი ვთქვი. ასე რომ რო არ მოგვიწიოს ესეთი რაღაცეების თქმა, ყოველთვის გირჩევდით, რომ ნუ შეგეშინდებათ სიახლეების და აუცილებლად სცადეთ და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გულით გინდათ. ესეთი რაღაცა მოქვს მოსმენილი, რომ ღმერთი იმ ოცნებას გულში არ ჩაგიდებდა, რა ოცნებასაც ასრულება არ უწერიაო და მართლაც ეგრეა. რწმენა ძალიან დიდი რამეა. სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა ძალიან შორს ვართ ღმერთისგან. მე პირადად შორს ვარ ტაძრისგან, ღმერთისგან, თუმცა არიან ადამიანები, ვინებიც ჩემზე ბევრად უფრო შორს არიან. ყველას თავიანთი რწმენა აქვს და სამწუხაროდ ადამიანები როგორ ვიქცევით, იცით? ანუ როცა ცხოვრების რთულ ეტაპზე ვართ, როცა ცუდად ვართ, როცა დახმარება გვჭირდება, მაშინ ვიწყებთ ლოცვას და მაშინ ვთხოვთ ღმერთს დახმარებას. და როდესაც შედარებით უფრო კარგ სიტუაციაში ვიქნებით და როდესაც კომფორტულად ვიგრძნობთ თავს, ნაკლებად გვახსოვს ღმერთი. არ ვიცი, ჩემი აზრით ეგრეა და მე რასაც დავაკვირდი, სიმართლე გითხრათ, კი, ტაძარში ხშირად არ დავდივარ, ლოცვებს არ ვკითხულობ, არ ვეზიარები და ასე შემდეგ, მაგრამ მაქვს პერიოდი, როდესაც ყოველ დილას პიჯვარს ვიწერ ხატებთან, ყოველ ღამეს დაწოლის წინ ღმერთს ვთხოვ, მადლობას ვუხდი ღმერთს დღევანდელი დღისთვის და ვთხოვ ღმერთს, რომ ხვალინდელი დღე იყოს რწმენით ახსავს, ესე ვთქვათ. და რასაც დავაკვირდი, როდესაც ამ ყველაფერს ყოველდღიურობაში ვაკეთებ, ხვდები, რომ ცხოვრება მიმარტივდება. აი სრულ სიმართლეს გეუბნებით, გიზიარებთ ჩემს დაკვირვებას, მაქვს მართლა პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად ვაკეთებ ამ ყველაფერს, მადლობას ვუხდი ღმერთს, მადლობას ვუხდი სამყაროს იმისთვის, რაც მომცა და როცა ამას ვაკეთებ, ხვდები თუ რამდენად მარტივია და რამდენად კარგია ცხოვრება. იმიტომ რომ ეგრეა რა, მაგრამ სამწუხაროდ როცა ამ ყველაფერს ვაკეთებ და როცა კარგ სიტუაციაში ვარ, მე ნაკლებად ვივიწყებ ნელ-ნელა ამ ყველაფერს და ძალიან სამწუხაროა რა. რწმენა არის ყველაზე მთავარი. და რა ვიცი, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ყველას, მთელი გულით. ასევე ალბათ გექნებათ განაგონი ეგ ამბავი, რომ როცა რაღაც ძალიან დიდი ოცნება გაქვს და როცა რაღაცის ასრულება ძალიან გინდა, მოიარე 7 ტაძარი, თითოეულს
3 კრუგი დაარტყი, ჩაიფიქრე ოცნება, სანთელი დაანთე, ილოცე და აუცილებლად აგისრულდებაო. და მე დღეს, როდესაც მესამე ტაძარში ვიყავი, კრუგი დავარტყი ტაძარს, თან პიჯვარს ვიწერდი და თან ღმერთს ვთხოვდი, რომ ის ყველაზე მთავარი ოცნება რაც არის, ეგ ამისრულოს და კიდევ ის პატარ-პატარა ოცნებები, რაც კი გამაჩნია და მე მჯერა, რომ ღმერთის რწმენით და ჩემი შრომით, თავდადებით, ძალისხმევით აუცილებლად მოვახერხებ ამ ყველაფერს. და თქვენც ყველას გისურვებთ, რომ ოცნებების ასრულების წელი გქონოდეთ. ოღონდ ისე ვერ აისრულებ ოცნებას, რომ აი მინდა. უბრალოდ რომ იძახო, რომ მინდა. არ გამოვა ეგრე. შრომა, ძალისხმევა თუ არ ჩადე, თუ არ ირწმუნე, ისე არაფერი არ გამოვა და მეც ვიაზრებ იმ ყველაფერს, თუ რამხელა შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიო იმ მიზნებს, რისი მიზნების მიღწევაც მსურს. მაგრამ როგორი რაღაცაა, იცით, მე ისეთი პიროვნება ვარ, რავი, ძალიან ბევრია ეგრე, რომ უცებ მინდა რაღაცის მიღწევა, მაგრამ თან ვიაზრებ იმას, რომ უცებ არ ხდება. და როცა ხვდები, რომ დრო გადის და იმ მიზანს უცებ ვერ ვაღწევ, რა მიზანიც მაქვს, თითქოს და მგონია, რომ არ გამოდის და შესაბამისად ეგ ფიქრები იწვევს მოტივაციის ვარდნას და რავი, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიაღწიო იმ მიზნებს და ოცნებებს, რაც კი გაგაჩნია. შრომა უნდა ჩადო, უნდა ირწმუნო, უნდა გადადგა პატარ-პატარა ნაბიჯები და ბოლოს აუცილებლად მიაღწევ იმ მწვერვალს, სადაც თავს ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობ. და დაბლა რო ჩამოიხედები, აი მიხვდები, საიდან დაიწყე და სადამდე მიხვედი და რამხელა შრომა, ძალისხმევა ჩადე ამ ყველაფერში და თუ როგორი ძლიერი პიროვნება ყოფილხარ. ასე რომ წავედი ახლა, ძალიან დავიღალე, ხვალ ვისვენებ. სანამ წავალ, მოდი ბარემ მოგიყვებით, არ მომიყოლია რა, როგორ დაიწყო 2026 წელი. რავი, საუკეთესოდ დაიწყო 2026 წელი ჩემთვის, იმიტომ რომ ეგრევე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. ანუ ორი წელია უკვე, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 2 წელია უკვე, რაც თბილისში გადმოვედი და თბილისში გადმოსვლამ ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა უკეთესობისკენ. პირველ რიგში ის, რომ სოფელში ვერ ვფიქრობდი, ესე ვთქვათ, განვითარებაზე. სოფელში უბრალოდ დრო გადიოდა, შემიძლია ეგრე ვთქვა და ქალაქში რაც ჩამოსული ვარ, ყოველ დღე იმაზე ვფიქრობ, როგორ განვითარდე წინ, როგორ წავიდე, რა შევცვალო, როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ და 2 წელია დაახლოებით თბილისში ვარ ჩამოსული და ამ 2 წლის განმავლობაში სულ მუშაობ, საერთოდ არ გავჩერებული ვარ, მოკლედ. იყო გადაღლილობა, იყო გაურკვევლობა, უთანხმოება, დაგვიანებები, ნუ ეგ ბუნებრივი ფაქტორია, თუმცა მაინც არ დავნებდი და დღეს უკვე შევეჩვია ამ ყველაფერს და დღეს უკვე ერთი დღე არ შემიძლია უსამსახუროდ და უფულოდ ყოფნა. მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მით უმეტეს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი ოცნებები და მიზნები გაგვაჩნია რა, რისი მიღწევაც სამწუხაროდ ძალიან რთულია ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ფიზიკურად ერთ სამსახურზე მეტში მუშაობა ძალიან რთულია. ანუ
მით უმეტეს როცა სტუდენტი ხარ და როცა სწავლობ. მით უმეტეს თუ კარგად სწავლობ ხო, საერთოდ სამსახურზე ზედმეტია საუბარი. და როცა იცი რომ შენი მშობლები თუ რამეს აკეთებენ, ისევ შენთვის აკეთებენ, არ გინდა მათი შეწუხება და ძალიან რთულია, ესე ვთქვათ, მხოლოდ ერთი სამსახური იკმარო იმისთვის, რომ შენი ოცნებები და მიზნები აისრულო, ესე ვთქვათ. ძალიან რთულია. და იმას ვამბობდი, რომ ამ 2 წლის განმავლობაში დღე არ გასულა, რომ არ მემუშავა და ხელფასი არ მქონოდა, თუმცა ამ ჩემი ხელფასით ვერაფერი გავაკეთე, გარდა ყოველდღიურობისა რა, იმ პატარ-პატარა ელემენტარულ საკუთარ მეს რო იხარებ რა, გულს რო იხარებ, ელემენტარული ის თუნდაც რო ლამაზი ტანსაცმელს რო ყიდულობ და მოგწონს და რო ჩაიცმევ ამ ახალნაყიდ ტანსაცმელს და რაღაც პერიოდის განმავლობაში რო ბედნიერებას განიჭებს ეს ყველაფერი, თუნდაც ახალ ფეხსაცმელს რო იყიდი, თუნდაც ჩემ შემთხვევაში ელემენტარული რაღაცა საყვარლობა ჭიქა რო შემხვდება მაღაზიაში და იმას ვიყიდი, ამით ვიხარებ გულს, თორე რაც ესე ვთქვათ სერიოზული რაც არის, იმ ყველაფერს ვერ ახერხებ რა ადამიანი. სამწუხაროდ ისეთი ფასებია და ისეთი ხელფასებია ჩვენს ქვეყანაში, რომ აი არ ვიცი, უბრალოდ ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზავთ. სამწუხაროა ასევე ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს შეგუებულები ვართ. ძალიან ბევრი რამის გამოსწორება შეგვიძლია, მაგრამ რატომღაც არ ვცდილობთ. თუნდაც სამსახურებში ის უსამართლობა, რომ ვთქვათ, ჩემ შემთხვევაში ქსელურ მაღაზიაში 2 და 3 კაცი რო ვართ სულ და აი ამ ყველაფერს რო ვეგუებით რა. ძალიან ბევრნაირად შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება. მაგალითად 2 ნაბიჯი ავიღოთ, ხო? ყველა თანამშრომელი რო გაიფიცოს, ვთქვათ, და ერთი დღე შეუთანხმდნენ ერთმანეთს და არც ერთი თანამშრომელი სამსახურში არ გამოვიდეს, კი წავა იქ მუქარა, შეიძლება წავიდეს მუქარა სამსახურიდან განთავისუფლების და რაღაც, მაგრამ გამორიცხულია რა, იმიტომ რომ კადრები სულ ჭირს და გამორიცხულია, რომ ყველა გაანთავისუფლონ სამსახურიდან და რაღაც. ანუ ის ელემენტარული ძალიან ბევრი რამის გამოსწორება შეგვიძლია უკეთესობისკენ რა, მაგრამ სამწუხაროდ უსამართლობაზე ხმას არ ვიღებთ და ძალიან ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავთ. პოლიტიკას არ შევეხები, ხა ეგ უკვე სხვა თემაა. ხო და რავი რა, დავიწყე წელი ძალიან კარგად, ამ ყველაფერზე ფიქრი დავიწყე და უკვე თითქმის მიუახლოვდი იმ ეტაპს, რომ ახალი ნაბიჯების გადადგმის არ უნდა მეშინოდეს. თუნდაც განიცადო კრახი, აუცილებლად უნდა სცადო და დავიწყე ცდა. დავიწყე და მოკლედ 2 კომპანიაში გავაგზავნე CV, ორივედან დამირეკეს, ერთ-ერთი ხვალ მივალ გასაუბრებაზე და ვნახოთ რა იქნება. ასევე შეიძლება ბინაც გამოვიცვალო ამ თვეში, იმიტომ რომ ბევრად უფრო კარგი ბინა მიპოვეს უფრო კარგი პირობებით რა, ანუ ფართი უფრო პატარაა, ფასი ცოტათი მეტია, მაგრამ კარგი გარემონტებული და კარგი მოწყობილია რა, პატარა კოხტა ლამაზი. ასევე შეიძლება ბინაც გამოვიცვალო და რავი, არ ვნებდები მოკლედ და ვაგრძელებ, ესე ვთქვათ, წინსვლას. ძალიან მინდა
იტალიაში 19-დღიანმა მოგზაურობას დავარქმევ. 19-დღიანმა მოგზაურობამ ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა უკეთესობისკენ. პირველ რიგში, რაზეც ყველაზე მეტს ვფიქრობ და რაშიც ყველაზე დიდ ენერგიას ვდებ, ჩემი საოცნებო სამსახური, ესე ვთქვათ, მაპოვნინა ჩემი საოცნებო სამსახური რა, სადაც მგონია, რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს რა და კმაყოფილად. პირველ რიგში ეს გამოიწვია იტალიაში მოგზაურობამ, პლუს ამას ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, კომპლექსები მომიხსნა, ასევე გამიჩინა ახალი ინტერესის სფერო, რომ აუცილებლად მინდა 2026 წელს ძალიან შემიყვარდა იტალია და ისევ იტალიაში წასვლა, ოღონდ დამოუკიდებლად, ისე რომ არავინ არ შევაწუხო, საკუთარი შრომით და საკუთარი მითი რა. ძალიან მინდა ან ვენეციაში წასვლა, ან რომში. რომი ვერ მოვინახულეთ სამწუხაროდ, ასე რომ უფრო ვენეციის ნახვა მინდა, თან საკმაოდ ბიუჯეტური ჯდება მოგზაურობა და ვფიქრობ, ეხლა არის თებერვალში ესა ნიღბების ფესტივალი, კარნავალი რაღაცა და სასწაულია ვენეცია მაგ დროს. თან ყველაზე კაი რაც არის, ფრენები გაიხსნა, ესე ვთქვათ, ქუთაისიდან პირდაპირ ვენეციაში. და რავი რა, ასევე ეს არის ჩემი ერთ-ერთი თხოვნა 2026 წელსში, რომ ერთ ქვეყანაში მაინც წავიდე სამოგზაუროდ. და არ ვიცი ვინ როგორ გაიგებთ, მაგრამ ჩემი ნებისმიერი ვიდეოს ქვემოთ კომენტარებშიც და აღწერაშიც დავტოვებ ლინკს, ქისაჯი ვინც იცით, საიტია ეგეთი, ჩვეულებრივად გადადიხართ, სახელს და გვარს წერთ, თუ გინდათ წერილსაც წერთ, ადრესაც რასაც გაუგზავნით, მიაბავთ საბანკო მონაცემებს, ესე ვთქვათ, პირად ინფორმაციას, ჩაწერთ სასურველ თანხას და აგზავნით ადრესატთან. და მინდა რომ ეგ ლინკი დავტოვო ჩემი ყველა ვიდეოს კომენტარში და ასევე აღწერაში. და რა ვიცი, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, ესეთ სახელს დავარქმევ სამოგზაუროდ. დავარქმევ რა, უკვე შევქმენი, არ ვიცი ვინ ნახეთ და ვინ არა. რამოდენიმე ვიდეოს კომენტარებში უკვე დავტოვე ლინკი, ჩვეულებრივად ძალიან მარტივი პროცესია, გადადიხართ, პირად მონაცემებს ჩაწერთ, სასურველ თანხას, ასევე შეგიძლიათ გამომიგზავნოთ წერილი, თქვათ წარმატებები ბაჩო, ნებისმიერი წერილი. თუ გინდათ თქვენ სახელს და გვარს საერთოდ არ გამოაჩენთ და ძალიან გამიხარდება, ვისაც სურვილი გექნებათ, გამომიგზავნოთ თქვენთვის სასურველი თანხა და როგორც მოახერხებ, ესე ვთქვათ, ამ თანხას გადავინახავ აუცილებლად. ასევე YouTube-ზე თუ გავაქტიურდი ცოტა და შემოსავალმაც თუ გაიზარდა, ის 3 თვეში ერთხელ იქნება თუ 4 თვეში ერთხელ ის 70 евро, იმასაც გადავინახავ და ვეცდები, რომ ცოტა ხელფასიც დავზოგო, ცოტა რაღაცები მოვიკლო და წავიდე სამოგზაუროდ, თუნდაც კი არა, ჩემთვის სრულიად საკმარისი იქნება 3-4 დღე. და გადავიღო საინტერესო ვიდეოები და შემოგთავაზოთ ჩემი ემოციები და ჩემი გამოცდილება და ყველაფერი მოკლედ. ასე რომ, ვისაც სურვილი გექნებათ, კომენტარებში აუცილებლად ჩავაგდებ ლინკს. წარმატებებს გისურვებთ ყველას, ბედნიერ შობა ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიტყვას, სითბოს, სიხარულს, სიყვარულს, ხვავს, ბარაქას და ყოველივეს საუკეთესოს. აბა დროებით და ვეცდები, რომ ხშირად
ჩაგერთოთ.